მოგესალმებით ჩემო კარგო ადამიანებო. აბა როგორ ხართ ამ ქარიან წვიმიან მთვარიან დღესა და ღამეებში? ნოდარ დუმბაძეს გავეშვათ, არ გვინდა. მოდით დღეს მოკლედ გავაკეთოთ ესეთი ტიპის გაშლა. რატომ ქრებიან ჩვენგან ადამიანები? ასე სულ არაფრიდან 60 მენდილზე ბრახ და უცებ მიდიან. ვნახოთ, რა არის მიზეზები, რის გამო გვტოვებენ და იდეაში სამომავლოდ ამ მიმართულებით რა ენერგიები იტრიალებს ჩვენს ცხოვრებაში. პირველი, მეორე ვარიანტი, რაღაცნაირად მომინდა რომ ეს სიმბოლოები გამომეყენებინა. აქტიურად ვიყენებდი ხოლმე თავის დროზე, მე რაღაცა მივივიწყე და პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ. ჯერ ნახოთ ვისთვის არის გაშლა? რა ტიპის ადამიანისთვის არის ეს გაშლა? ეს ნახოთ და მე გავაგრძელოთ დანარჩენი. ოჰო, ჰერმით, განდეგილი. ძალიან მიყვარს ეს არკანი. არ ვიცი რატომ, რაღაცა თითქოს საკუთარ თავთანაც ასოცირდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. ეს არკანი გახლავთ სიბრძნის, ანუ ცოტა სხვა განზომილებაში ყოფნის არკანი, როცა ძალიან ბევრი გავიარეთ, ძალიან ბევრი ვნახეთ, ძალიან ბევრ რამეს გადავაწყდით და უცებ მივხვდით, რომ დეტოქსის გარდა, ემოციური დეტოქსის გარდა, ადამიანების გაფილტვრის გარდა, მტკივნეული პროცესების გარდა, რაც ხშირად თან ახლავს ხოლმე სხვა საფეხურზე გადასვლას და ტრანსფორმაციას, გვჭირდება საკუთარ თავთან განმარტოვება. გვჭირდება საკუთარ თავში რაღაცების გაანალიზება და გაარკვევა. მიდრეკილი ხართ თქვენ სხვათა შორის ესე რაღაცა პერიოდულობით განმარტოვებისკენ, შეიძლება უცებ ესე იღებდეთ ბილეთს და მიდიოდეთ რაღაცა შაბათ-კვირას სადმე სრულიად მარტო, ან აქვე იღებდეთ სადმე რაღაცა სასტუმროს ან კოტეჯს და უცებ გარბოდეთ, თუ დღეღამურად ვერ რაღაცა არ ვიცი საკუთარ თავს მოუწყოთ ტურები ან ვიღაც რომელიმე ტურში მიიღოთ მონაწილეობა, ხო? ყოველ შემთხვევაში აი რაღაცნაირად განირიდოთ ყოველდღიურ რუტინას. ეს პასაჟებით შეიძლება სახასიათო პასაჟები შეიძლება გქონდეთ. პროფესიით, რა ვიცი, ახლა არ მიყვარს ხოლმე ეს ყველა საჯარო გაშლაში და აბა თუ არ გიყვარს, რატო საუბრობო ვიღაცა მეტყვის, მაგრამ ნუ მე მაინც უნდა გავაჟღერო, ხო? ვიღაცა შეიძლება საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი იყოს, ასევე იყოს ფსიქოლოგი, ასევე იყოს ჩემი კოლეგა, ნუ ყოველ შემთხვევაში რომელსაც გარკვეულწილად დაკითხავენ ხოლმე რჩევისთვის, ხო? ვისი აზრიც მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. სხვათა შორის ერთ ასე ვთქვათ რაღაცასაც დავამატებ, ვიღაცაზე შეიძლება ეს ძალიან სწორად გადათამაშდეს და ძალიან ისე იცნოს ვიღაცამ ახლა ჩემი მაყურებლიდან საკუთარი თავი. ნახეთ, ძალიან ბევრს მოითმენთ, ზედ გადაყვებით ადამიანს, ნუ აი არ ვიცი, ძალიან ჭკვიანი ხართ, ძალიან დროული და საჭირო რჩევების გაცემა შეგიძლიათ ადამიანებზე, ძალიან კეთილად გამოიყურებით გარედან, ზედამეტად დავარცხნილ მოწესრიგებული საუბრის მანერები გაქვთ. ერთი სიტყვით ადამიანი რომ შეგხედავთ, ნუ აი უნდა ინატრა ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ტრისას დაავს თუ თქვენი საზღვრები ვიღაცამ ზედმეტად გადმოკვეთა, ნუ აი ნუ მე ურჩევიათ რომ საერთოდ აღარ გქონდეთ თქვენთან კომუნიკაცია და კონტაქტი. ამავდროულად მაპატიეთ სიგნიფიკაცია გამიგრძელდა, მაგრამ რა ინფორმაციაც მომდის, მე ის უნდა თქვა. ნახეთ, შესაძლოა ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობები, მაგრამ აი რაღაცა უცებ ვიბრაციულად, ენერგეტიკულად არ მოგეწონოთ ადამიანი და ნუ არ მოგინდეთ რა ურთიერთობა. და უცებ ვერ ხვდება მე ის ადამიანი, აი რაღაცა თემასთან ახლოს წავედი, ხო? რატო არ გაქვთ ინტერესი, რატო არ გაქვთ ინიციატივა, ვთქვათ, ხო? გუშინ თბილად კარგად მკითხულობდა, დღეს რა დაემართა. ნუ კაცო, გუშინ თბილად კარგად მკითხულობდით, მაგრამ ახლა დილაუთენია რომ მოგწერს როგორ ხარ, არსაიდან მოსული ადამიანი, რომელთანაც არც მეგობრობა გაკავშირებს და მეგობრობას გიმტკიცებს და აუ ჩვენ ხო ესე და ჩვენ ხო ისე და ჩვენ ასე, ნუ ხა უკაცრავად ცოტა დაიბნევი რა ჩვენ ხო ისე, ჩვენ ხო ასე რა, საიდან როგორ ორჯერ, სამჯერ მაქვს შენთან სულ თავიბოლო კომუნიკაცია, შეიძლება სულ ორჯერ მინახი ხარ, ამ დროს ქალთან შეიძლება დაემართოს იგივე და კაცთან მეგობრებო. აქ რაიმე
რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობაზე კი არ არის. ნუ უბრალოდ აი ადამიანი არ ვიცი, შეიძლება მას აქვს რაღაცა იმ დროს ემოციური პრობლემა და ეს მიჯაჭვულობის მომენტი შენთან უჩნდება, რაღაცა ენერგიას პოულობს სათავისოს და ამ დროს შენ ხვდები რა, რომ თუნდაც ის მოკითხვა გაღიზიანებს, რა კონტროლზე ყავა, რას ქვია, როგორ ვარ, რა შენი საქმეა, როგორ ვარ, ხო? უკაცრავად მე როგორ ვარ შეიძლება საკუთარ თავს არ გამოუწოდე რაღაც მომენტში აი ეგეთი ადამიანები მიყურებთ უკაცრავად გამიგრძელდა ძალიან საუბარი ხო და თქვენერი ადამიანებიდანაც მიდიან ეხლა რატომღაც ეს კითხვა გამიჩნდა ნუ თუ შეიძლება ასეთი ტიპის ადამიანიდან წახვიდე, მაგრამ ალბათ ყველანაირი ადამიანიდან მიდიან მეგობრებო, იმიტომ რომ ყველას ყავს ასე ვთქვათ, მისი წილი, მისი ფართობითი ადამიანებიც და სიტუაციებიც და პროცესებიც. ვნახოთ ახლა, აბა, ჯერ მოდით ეს ვნახოთ. რამდენად ხშირად მიდიან თქვენგან ადამიანები, რამდენად ხშირი გაქვთ ესეთი მომენტები, რას მელაპარაკებით. ერთი მაღალი არკანი, მეორე და მესამე მაღალი არკანი. ტრანსფორმაცია, 7-იანი ხმლები პირდაპირ წასვლის არკანია, პირდაპირ ესე თან ინგლისურად გაპარვის არკანია რა. ისეთი ხო, ფლაცაციანო თემა არ არის, ცოტა ქვედინებების მუხტის მატარებელიც არის, მუსიამოვნო არკანია მოკლედ. მაგრამ აქვე გვაქვს იეროფანტის არკანი და გვაქვს სიკვდილის არკანი. მეგობრებო, ეს თქვენს ხაზს აგრძელებს იმ ნაწილში, რომ თქვენ შეიძლება მართლა ხშირად გაკითხავდნენ ადამიანები იმისთვის, რომ თქვენგან დაიმუხტონ, იმისთვის, რომ თქვენგან აიღონ სწორი ინფორმაცია, სწორი ენერგეტიკა, იკვებონ. ნახეთ, ხშირ შემთხვევაში თქვენ შეიძლება მათთვის იყოთ დონორები. მოდიოდნენ რაღაცა გარკვეული პერიოდით იქამდე, სანამ მათ თქვენი არსებობა ჭირდებათ. ვიღაცას შეიძლება ეს ძალიან არის სიამოვნოს ისეთ ნუ ტექსტს ვამბობ ახლა, მაგრამ რეალურად ეს ასეა. როგორც წესი, თქვენაირი ტიპის ადამიანები ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებლად ზუსტად თვითონ შეიძლება არც გქონდეთ ამაზე წარმოდგენა, რომ დიახ ხართ ღმერთის რჩეულები, გამჩენის რჩეულები და თეთრი ძალების რჩეულები, მოდი ასე ვიტყოდით, რომლებსაც გაქვთ რაღაცა გარკვეული ტიპის მისია საინისოდ, რომ ადამიანები გზას დააყენოთ, ადამიანებს რაღაცა კონკრეტულ ნაწილში რაღაცეები გადაატანინოთ. ნახეთ, გენდონ და დაგეყრდნონ რაღაცა მომენტი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და გარდა ამისა თქვენს მისიასაც აქვს მრავალფეროვნება, ხო? ანუ სულ ერთ ადამიანზე თქვენ ვერ იქნებით, იმიტომ რომ თქვენ სხვა დავალებები გაქვთ და ამიტომ ზუსტად ესეთ მოსულ ხალხს აკვალიანებთ უშვებთ ძალიან უხეშად და უტრირებულად რომ თქვა. ხშირად მიდიან სიკვდილის არკანით მეგობრებო და 8-იანი ხმლები ძალიან ხშირად მიდიან თქვენგან, ოღონდ მოდიან ძალიან დიდი შემართებით. აი, ისეთი მოსვლები აქვთ ესეთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანებს, რომ აი იტყვით, რომ ვაუ, მაგრამ წასვლაც აი ესეთი ვაუ თემა აქვს რა. კარგით. აბა მითხარით გვაჩვენოს ახლა, რომ რატომ, აი რა არის ძირითადი ის მიზეზები, რის გამოც თქვენგან ადამიანები მიდიან, რა აკმაყოფილებთ ხოლმე. 3-იანი პენტაკლები. რატომ არ მიკვირს მეგობრებო, კიდევ 2 მაღალი არკანი. ხო, სიამოვნებით გაგიცნობდით, ახლა პირველ ვარიანტს ვინც უყურებთ, გულწრფელად გეუბნებით, სიამოვნებით დავჯდებოდით თქვენთან, არ ვიცი, ამ ზაფხულის ცოტა ცხელ, მაგრამ სასიამოვნო საღამოებში ფინჯან ჩაისაც დავლევდით თქვენთან ერთად, ცოტა ხანი საკმაოდ ისეთ მაღალ მატერიებზეც ვისაუბრებდით, თქვენ გაქვთ ამისი ძალიან დიდი პოტენციალი და ძალიან დიდი ნიჭი და პირდაპირ გეტყვით, რომ ბევრ ამის მოგპარავდით. არა, ცუდ კონტექსტში მპარავი არ მიგულისხმია, რა თქმა უნდა, ანუ მოგპარავდით ბევრ ცოდნას, იმიტომ რომ თქვენ ბევრი ცოდნა გაქვთ. და რაღაცა იცით როგორი შეგრძნებები მექნებოდა რა აი ყოველდღიურად რო ვერ ხვდები რა ესეთ ადამიანს და შენც რა დეფიციტი გაქვს და რომ გინდა რომ ეგეთი ადამიანები რაც შეიძლება ხშირად იყვნენ შენს ცხოვრებაში და ამ დროს არ არიანო ესეთი თქვენაირი ადამიანები უკაცრავად ძალიან დიდ ქებადიდებად ჩამითვლით მაგრამ შემიძლია ძალიან თამამად გითხრათ რომ აღარ არიან დღეს ძალიან იშვიათები არიან და თქვენაირი ადამიანი მე რომ გზაზე გადამეკვეთოს ნამდვილად მენდეთ რომ ხელს არ გაგიშვებდით. ანუ
როგორც ადამიანს და სიამოვნებით აგიტოვებდით საკუთარ ცხოვრებაში, მანამდე სანამ ამის საშუალებას მომცემდა თვითონ სამყარო, ბუნება და ჩემი და თქვენი მისიები, ხო? კარგით, რატომ გტოვებენ? ნახეთ რა საინტერესო ფაზლი გაიშალა მეგობრებო. სამიანი პენტაკლები ზოგადად თქვენ იცით, რომ ეს არის შრომის, მიზანდასახულობის, წინსვლის, ახალის დასაწყისის არკანი, ხო? რომელსაც იდეაში წინ დიდი გეგმები აქვთ, მაგრამ არის ახალი. ნახეთ, ხშირ შემთხვევაში თქვენ ესეთი ამბები შესაძლოა გახასიათებდეთ, აი, იცით როგორ ადამიანებთან, ახლა რომ იცნობთ. აი, უკვე რაღაცა ასაკის შემდგომ რომ შემოდიან თქვენს ცხოვრებაში და არა ის ბავშვობის მეგობრები და არა ის, აი, რასაც ფესვები აქვს. გარდა ამისა, ნახეთ, რატომ შეიძლება გტოვებდნენ ხშირ შემთხვევაში თქვენ ადამიანები. იმპერატორის არკანით და ანუ ქურუმი ქალის არკანით თქვენ ხართ ზედმეტად სწორი ადამიანი. იმპერატორი თქვენ იცით, ეს მამის არკანი არის, აი უძლიერესი არკანი, მე მიყვარს უზომოდ და ერთი წუთით მეგობრებო, ერთი წუთით მაპატიეთ. დავკეტო კარი? ერთი წუთით ბოდიშს გიხდით და უბრუნდები ახლა. უკაცრავად დავბრუნდი. რას ვამბობდი, ხო? ბოდიშს ვიხდი. ხო, იმპერატორის არკანზე ვსაუბრობდი, ქურუმ ქალთან ერთად. ნახეთ როგორი მომენტია მეგობრებო. ქურუმი ქალი ეს არის სიბრძნის, არ ვიცი, ნუ აი აბსოლუტურად ისეთი საწყისების მფლობელი და სიმბოლო, ხომ? ამავდროულად თქვენ აი ამ თქვენი იეროფანტის და განდეგილის არკანიდან გამომდინარეც არ იქნებით ძალიან გახსნილები. ნახეთ, ანუ ყველასთან არ შეგიძლიათ რომ ისაუბროთ და მე აბსოლუტურად მესმის, იმიტომ რომ ხა თქვენ ხასიათს, თქვენს ბუნებას, რასაც მე ვუყურებ, ძალიან გაგირთულდებათ ყველა ნებისმიერ ადამიანთან საუბარი. იმიტომ კი არა რომ თქვენ მაღლები ხართ, იმიტომ კი არა რომ ანუ რაღაცა ხიბლში ხართ ჩავარდნილები. ნუ უბრალოდ ასე იქნება რა. ნახეთ, აი ერთ ენაზე ყველასთან ვერ ისაუბრებთ რა, მოდი ასე ვიტყოდი. გარდა ამისა, ნახეთ, ძალიან არ გიყვართ, როცა ვიღაცას იყენებს, ხო, ეს თუ დაინახეთ გამომყენებლობის მომენტი, ნუ იქ დამთავრებულია თემა. თქვენ ძალიან კანონმორჩილი ხართ, როგორც მორალური კანონების, ისე ნუ რა თქმა უნდა დაწერილი იურიდიული კანონების, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მომენტი გაქვთ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აი ძალიან თქვენ დაუნებურად აი როგორ გითხრათ, თითქოს ზვერავთ სიტუაციას, ინტუიციურად ხვდებით ყველაფერს რა. ჯანსაღი ამბიციები გაქვთ და ძალიან ხშირად ზუსტად აი პირად საზღვრებს იცავთ წეღან მე რაც ვთქვი, ხო? და სხვა შორის ძალიან პრაქტიკული და გონიერი, ანუ ლოგიკური გონება გაქვთ, რაც ნუ ხშირ შემთხვევაში არ აძლევს სხვებს იმის საშუალებას, რომ თქვენ ძალიან მარტივად მოგატყუონ, ხო? შესაბამისად ეს ძალიან ხშირად ვიღაცებისთვის შეიძლება იყოს უსიამოვნო მომენტი, ანუ არ ესიამოვნოთ რა დიდად, რომ თქვენ მათ რაღაცებს მიუხვდით და თქვენვე ხშირ შემთხვევაში აპაუზებდეთ, ხო, აჩერებდეთ სიტუაციებს. ნახეთ, ქურუმი ქალის არკანით მე ამ თქვენს ასე ვთქვათ ცოტა ჩაკეტილობას და ცოტა დაფარულ ინფორმაციებთან დაკავშირებით კი ვისაუბრე, მაგრამ ამავდროულად ნახეთ, აი მათ დაფარულ ზრახვებს, მათ დაფარულ აი გეგმებს თქვენთან დაკავშირებით თუ რაღაც აი ესეთ მომენტებს რომ ხვდებით, ხშირ შემთხვევაში აი ესეთ შეიძლება იყოს ხოლმე თქვენი ადამიანებთან დაშლის ასე ვთქვათ განმაპირობებელი. ნახეთ,
ვიღაცები შეიძლება ამავდროულად განსაკუთრებით საპირისპირო სქესის წარმომადგენლები თქვენში ცოტა ესეთ ჯადოქრულ რაღაცა მომენტებსაც ხედავდნენ. გარდა იმისა, რომ აი ბოლომდე ზუსტად იციან, რომ ბოლომდე მიუწვდომელი ხართ რა იმ თქვენი ინტელექტითაც, ანუ ყველაფერი საშკარავზე არ გამოგაჩნდეთ. მე მიუწვდომას იმ კონტექსტში არ ვამბობ, რომ რაღაც ხო. გარდა ამისა, ქურუმიქალი მიუხედავად იმისა, რომ ორივე ენერგიის ხო მასკულინური და ფემინური ენერგიის მატარებელი ძალიან მაინც უფრო ქალური, აი რაღაცა ისეთი მისტიკური სხვანაირი შინაგანი სამყაროს ადამიანია. და შესაბამისად, აი თუ კომბინაციაში განვიხილავ ახლა აქ გვერდით კი იმპერატორი მიზის, მაგრამ იეროფანტთან და განდეგილთან ერთად, ანუ აი ძალიან გაშლაში ხომ ამომდის ნახეთ, განდეგილიც მიზის, იეროფანტიც და ქურუმიც, ხო? ნახეთ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი უნარი განჭვრიტოთ მომავალი, არ გამოვრიცხავთ ჩემი კოლეგები მიყურებდეთ. და ყოველთვის გაქვთ აი მკაფიოდ აღქმადი შეგრძნებები რა, თუ მოусმენთ, ყოველ შემთხვევაში ის ყოველთვის პასუხს მოგცემთ ნებისმიერ თქვენს კითხვაზე. და ნახეთ ზუსტად ეს განაპირობებს, რომ თქვენ ვერ გატყუებენ, თქვენ ვერ გიყენებენ, რაღაცა ეტაპამდე შეიძლება თვალები დახუჭოთ, მაგრამ ბოლოს არ დახუჭავთ და ამიტომ ხშირ შემთხვევაში ხვდებიან, რომ არა, მე ამასთან ეს რაღაცები არ გამომივა. მოდი პირდაპირ გეტყვით რა, რომ გული არ დაგწყდეთ. მე აქ ვერ ვხედავ, რომ თქვენგან აი ამ არკანით ღირსეული ადამიანები მიდიოდნენ ცხოვრებიდან. პირიქით, მოდით ვიტყოდი, რომ საკმაოდ უღირსი ადამიანების ფილტრაცია ხდება და პირიქით ეს დეტოქსი ძალიანაც რომ წაგადგებათ თქვენ. აი ეს იყო პირველი ვარიანტი. მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ მეორე ვარიანტი. კარგად არჩეხავ ახლა დასტას და ვნახოთ უკაცრავად ერთი წუთით უკაცრავად კარები მიიხურეთ რა ბოდიშ ვიხდი მოპატიეთ. კარები ჩაკეტე და მიიხურე. მეორე ვარიანტი ვნახოთ ახლა, ვისთვის არის გაშლა. ოხო, დღეს რა ხდება ხალხო, ვინ მიყურებთ? თუ ამ თემით ზოგადად ესეთი ადამიანები დაინტერესდით. მაგის არკანი, ну აი რა შემიძლია გითხრათ? იქეთ ქურუმიქალი მყავდა, აქეთ მაგი, მოკლედ მაგის არკანით მეგობრებო, თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერი, ძალიან ქარიზმატული, ზედმეტად ბრძენი და პიროვნულად ზრდადი ადამიანი, ანუ თქვენ არ ჩერდებით. თქვენ სულ მუდმივად იხწვით წარმატებისკენ, გამარჯვებისკენ. იმ ნაწილში თუ კი, ნახეთ აქ ხედავთ ხო ვისი გამოსახულებებიც არის და მე სულ ვამბობ, რომ სხვადასხვა დასტაში, სხვადასხვა არკანი, მაინც სხვადასხვა ინფორმაციის და ემოციის მატარებელია, ხო? კი, აქ მოიცავს ცოტა манипуляციებს, მოიცავს ცოტა ისეთ ეშმაკურ ბუნებას და ესეთ ცოტა ისეთ ხიტრას, ну აი როგორ გითხრათ რა, საჭირო დროს საჭირო რაღაცა მომენტების ლავირებას, ხო, რაც რეალურად ცუდისულაც არ არის, მაგრამ ну პატარ-პატარა манипуляციები შეიძლება გახასიათებდეს. ზოგადად არკანი არის, არ ვიცი, წინსulis და სხვათა შორის აი ილუზორული და რეალობას მოწყვეტილი მიზნები არასდროს არ გაქვთ. გაქვთ ყოველთვის ისეთი რა, აი ზუსტად იცით აქედან აქამდე, მე ანუ გათვლილი გაქვთ ყველა ნაბიჯი რა, ძალიან საინტერესო ადამიანები ხართ. გარდა ამისა, ფიზიკურადაც ძალიან შეიძლება გამოირჩეოდეთ, ძალიან გამორჩეული სტილი გქონდეთ ჩაცმის და ამავდროულად ძალიან გამორჩეული სტილი გქონდეთ საუბრის, ზოგადად ასე ვთქვათ, მანერების და აი როგორ გითხრათ რა, ქუჩაში ქუჩურად რომ შეგიძლიათ და ჩაიცუცქოთ და რაღაცები გაარჩიოთ, სხვა მე რა რომ ხალებიც მიყურებთ,
ну არ ვიცი ხა რაღაცა ისეთ სანთლებით გაწყობილ ვინტაჟურ გარემოში ძალიან მაღალფარდოვანი ტექსტებით ну ისაუბრეთ და განიხილოთ ზოგადად ну მაგალითად შექსპირი დრამატურგი უფრო იყო თუ მწერალი პოეტი ну ეგეთ კითხვებზე შეიძლება ხო იქ რაღაცა გოგოლს მიადგეთ და ფილოსოფიასთან როგორ კავშირში იყო და ძალიან ეგეთი თემებიც განიხილოთ რა და ამ დროს მე შეიძლება მოტრიალდეთ და კლუბში ისე დაიმხოთ თავზე ყველაფერი ისე დალიოთ ისე იცეკვეს და ну აი ისეთი სიბსუბუქით და ისეთი აბსოლუტურად აი როგორ გითხართ ენერგიები დაიტვირთოთ რომ გუში ვინც გიცნობდათ აი გოგოლსა და შექსპირზე მოსაუბრეთ რა დღეს გაუკვირდეს ნეტა ეს ის არის აი დაახლოებით ეგეთი მომენტი რა ესეთ ადამიანებს გადათამაშდება მეღიმება უბრალოდ იმდენად კარგი ენერგიები მოდის მაგრამ ის ხულიგნური ენერგიებიც მოდის და რა გავაკეთო მოდის ის ხულიგნური ენერგიებიც ნახოთ ახლა რამდენად ხშირად მიდიან თქვენგან ადამიანები ხო რამდენად ხშირია ეს წასვლა ხო ესე იგი ჰაერზე არ ამირჩევია ეს თემა და თქვენც ჰაერზე არ შემოსულ ხართ მე ამას ვხედავ 7-იანი ხმლებით მიდიან თქვენგან ხშირად ადამიანები სტაბილურობას ვერ ინარჩუნებენ იმპულსურად შემოიჭრებიან და იმპულსურად გადიან 7-იანი ხმლებით ძალიან ხშირ შემთხვევაში შეიძლება გქონდეს ორ პირობასაც ადგილი გამომყენებლობით სიტუაციებსაც ნახეთ როცა ვიღაცამ თქვენში უბრალოდ დაინახა წარმატებული მომავალი არ ვიცი ბილეთი იღბლისკენ და გადაწყვიტა რომ ამ ბილეთს რომ შეიძენს მე უკაცრავად აღარ ახარ საჭირო ესეთი მომენტები შეიძლება ხშირად იყოს ხმტუზი კვერთხებით ასე აი უცბად შეიძლება ხდებოდეს ხოლმე ამ ადამიანების გაქრობა თქვენი ცხოვრებიდან აი მომენტალურად რა აგანთეს და უცებ სხვა შორის იქ დამოუწდა ძალიან დიდი სექსუალური ენერგიების მატარებელი ცხად და აქ ესეც ჩანს. შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ხშირად შემოდიოდნენ პარტნიორები, რომლებიც აი ესე აი ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ ჰოპ რაღაცა ძალიან მოკლევადიანი ურთიერთობები გქონდეთ და მე ისე მიდიოდნენ რომ სტაბილურობამდე, ანუ ვერ გადადიოდეს ეს ურთიერთობა რა აგანთეს აგაფორიაქეს ну აი შეიძლება ისეთი კარნულიც ხშირად იყოს ხოლმე რატო რა ეს მომენტი ახასიათებს აი როცა აუ მე ეს ჩემს თავს ხდება რომ არ გიჯერა იმდენად ბედნიერი ხარ რომ თუ კი რამე იდეალური არსებობდა ყველაფერი უცებ ამ ურთიერთობას და ამ ადამიანს მიაწეპე და მე უცებ აღმოჩნდა რომ სულაც არ არის ეს ასე კარგით რა მიზეზით გტოვებენ ადამიანები მოდით ეს ვნახოთ რა მიზეზით გტოვებენ ადამიანები ხმლების პაჟი 4-იანი კვერთხები და 10-იანი თასები. მეგობრებო, მე არასწორად არ ვთქვი. ესე იგი, სწორი ხაზით წავსულვარ, როცა იქ ვთქვი, რომ ხშირ შემთხვევაში თქვენთან ესე რაღაცა პარტნიორული ურთიერთობებით შემოდიან ადამიანები და აქ მგონია, რომ ამ თემას უფრო მეტად ეხება ეს ამბავი, რასაც მიყვება ახლა აქ ტარო. ნახეთ, თქვენ შესაძლოა, თქვენ აი როგორ გითხრათ რა ვქნა უნდა ვთქვა რა ეხა ვინც მიყურებთ ახლა ვინც მიყურებთ ბოდიში ხო ნახეთ უფრო მგონია რომ თქვენი მიზეზია ეს ურთიერთობების ასე ვთქვათ ჩაშლა და თქვენ აძლევთ ყველანაირ არა მარტო მიზეზს არამედ ბიძგსაც რომ ისინი წავიდნენ ადამიანები შეიძლება თქვენს ცხოვრებაში შემოდიოდნენ რეალურად სტაბილური სიტუაციისკენ ნახეთ, ესეთის გადათამაშება საჯაროა უნდა ვთქვა, მაგრამ თქვენ არ ხართ მზად, რომ ისინი აღიაროთ როგორც რაღაცა სტატუსი, თქვენ არ ხართ მზად, რომ მათთან რაღაცა ოჯახური სიტუაციები განიხილოთ რა. არ გაქვთ მოკლედ ის ამბები, ასე ვთქვათ, გონებით არ უყურებთ, რა იმპულსურად უყურებთ, ნახეთ. ანუ აი ლოგიკას არ ერთავთ, უცებ ავყევი ემოციას, უცებ ავყევი კვერთხების ენერგიას, ცეცხლს, ავინთე და მერე ბრახ. ან მეორე მომენტია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს საჯარო ამბავია და საჯარო გაშლაა და
თქვენ ელოდებოდეთ, მაგრამ მე მაგის არკანით ცოტა ეჭვმეპარება, რომ თქვენ გინდოდეთ ახლა და აქ ოჯახი და ვიღაცებს ეშინოდეთ და გარბოდნენ. მე მაინც მგონია, რომ თქვენ ხართ მომართული, ჯერჯერობით არ ხართ მზად სტაბილური, ჩამოყალიბებული ურთიერთობებისკენ და თქვენ ძალიან ისე ოსტატურად, ასე ვთქვათ, ისეთ სიტუაციებს ქმნით, რომ ადამიანებს აჯერებთ, რომ თავიანთით წავიდნენ. ანუ იმდენად ჭკვიანი და იმდენად მოქნილი ხართ, მე ვიცნობ სხვადასხვა ადამიანებს, რომ ნახეთ ისე შექმნით სიტუაციას, ისე შეკერავთ, ისე შეალამაზებთ, რომ შეიძლება ცრემლებიც კი ჩამოყაროთ, რომ დედა ეს როგორ მოხდა, როგორ მიდიხარ ჩემი ცხოვრებიდან. ან დროს გულში ერთისული გაქვს, კარი გაიხუროს და გავიდეს რა. მაგრამ თქვენ ეს ისე დააჯერეთ, იმიტომ რომ იმას გული არ ატკინეთ, ის ცუდად არ გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან. ანუ მას ის ისეთი რწმენით წავიდა, რომ აი მე წავედი, ამაყი წავიდა, ანუ მის ეგოს არ შეეხეთ, მის თავმოყარეობას არ შეეხეთ პირიქით. ანუ თქვენი მისაღები მიიღეთ რაღაცა მომენტში, ემოცია იქნება იქ თქვათ კიდე რაღაც, ანუ აღარ ჩავყვები და მე ის ისე გაუშვით, რომ აი მე ჩემით წავედი და ის ძალიან ბედნიერია, რომ თავშთ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ რეალურად თქვენ მიაღებინეთ ეს გადაწყვეტილება. რა ვქნა, ასეთი ენერგიები მომდის და რა გავაკეთო? ხო, აი ახალი და დაწყებულ ურთიერთობებში ვარ, წვეტთ და არ უშვებთ სტაბილურობამდე. ხო რა, აი მეოცნებ, იცი როგორ სიტუაციას უტოვებთ, რომ აი ძალიან ისეთი ენერგიებით მიდიან ეს ადამიანები რა, არ აქვთ წყენა თქვენი მისამართით, მოდით ასე ვიტყოდი. და ძალიან დიდი ნიჭი გაქვთ სამითსო, რომ ეს ყველაფერი ისე ოსტატურად გააკეთოთ. რას საინტერესო ადამიანები ხართ. აი წინა პირველ ვარიანტს უთხარი, რომ თქვენთან ერთად ხო სიამოვნებით დავჯდებოდი და რაღაც ესეთ მატერიებზე ვისაუბრებდი თქო და აი თქვენთან სიამოვნებით გავივლი გარკვეული ტიპის გაკვეთილებს რა, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი ადამიანი, ძალიან მოქნილი ადამიანი ხართ და თანაც როგორი ტიპის ადამიანი ხართ, აი დღევანდელობას რომ გამოადგება ზუსტად. რისპექტ. მადლობა ჩემო კარგებო, ნეტა მხედავდეთ ახლა როგორი ღიმილი დამთამაშებს სახეზე, იმიტომ რომ მართლა მოვიხიბლე თქვენი ხასიათით და ბუნებით, რაც მე აქ ტარომ დამანახა. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ დროებით.